გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი და ვიდეო და ლაიქოთ. ეს არხს ძალიან დაეხმარება. დღეს ჩვენი სტუმარია კალიგრაფი, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი დავით მაისურაძე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თქვენთან დაკავშირება გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც ვნახე მათე მაყაშვილის გადაცემა სასწავლის ძიებაში. კალიგრაფიაზე ქონდა მიზუნილი და ისეთ საინტერესო ეპიზოდი იყო, რომ მეც მომინდა ამ თემაზე ეპიზოდის გაკეთება, თქვენთან გასაუბრება. იმ ეპიზოდის, იმ გადაცემის, ასე ვთქვათ, ლინკი აღწერაში იქნება მითითებული, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ, ძალიან საინტერესო იყო იქაც. და დავიწყოთ თავიდან კალიგრაფის პროფესიით. ყოველდღიური საქმიანობა თქვენი რით შემოიფარგლება როგორც კალიგრაფის? მადლობა იმისთვისაც, რომ კალიგრაფიის პროფესია ახსენეთ, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ხშირად ეს საქმიანობა არ აღიქმება ხოლმე პროფესიად. მე როდესაც ვამბობ, რომ ვარ კალიგრაფი, გასაგებია, მაგრამ რა არის თქვენი პროფესია? კიდე დამატებით. ჰობი გონიათ? ხო. კალიგრაფიის პროფესია, ხო, ჩემი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაც ერთი დღე არანაირ შეიძლება არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა ჩვენი თანამოქალაქისგან, მაგრამ კალიგრაფიის პროფესიას რაც შეეხება, აქ მთავარი და გადამწყვეტი ალბათ არის დეტალებზე დაკვირვების უნარი, რაღაც ძიების სიყვარული და როგორც კი ამას საკეთებ შენ საქმიანობაში, მე ეს გადაითარგმნება ხოლმე მთელ ცხოვრებაში. ყველაფერში იგივე მიდგომა მაქვს ხოლმე განვითარებული, მაგალითად მე. ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე კალიგრაფებს გვიწევს ძებნა არა მხოლოდ იდეალური ფორმების, მონასმების, მოხაზულობების, არამედ იდეალური მასალის და იარაღების, რაც გვჭირდება კალმებს და ქაღალდებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და მელანს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ჩემი კალიგრაფობის დაახლოებით 15 წლიანი გამოცდილების განმავლობაში აი ამ გამოცდილების ნახევარი გავატარე ისე რომ არ მოიპოვებოდა საერთოდ და გვიწევდა რაღაც ბურთულიანი კალმების ძებნა და შემდეგ ან ეს ბურთულიანი რომელშიც ისხმება მელანი ეგ არის? არა, ბურთულიანი არის ჩვეულებრივი, რასაც ყველა იყენებს. იმასაც კი ვიყენებდით, როცა არ იყოს სხვა არაფერი. დღეს უკვე შეცვლილია, რა თქმა უნდა, თქვენ ახსენეთ, რომ მე ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს პირველი ნაბიჯი იქით გადადგმული, რომ კალიგრაფია მართლაც იქცეს პროფესიად, არის მასალების და იარაღების რეალურად არსებობა საქართველოში და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მანამდე არსებული ვაკუუმი რაღაცნაირად ამოვავსოთ. იარაღებში ასგულებს ხო საწერი კალამი, ამის გარდა კიდე რა? საწერი კალამი, რომელიც ერთი არ არის, ბევრნაირი არსებობს და კალიგრაფს ყოველთვის სჭირდება, რომ სხვადასხვანაირად წეროს, ის ერთი ხელწერით არ წერს. როგორც მაგალითად მხატვარი ერთ ფუნჯს არ იყენებს, იქ ბევრნაირი სხვადასხვანაირი შეიძლება ქონდეს, ხო? კალმები ასევე არსებობს სხვადასხვა ხარისხის ქაღალდი არის ალბათ მთავარი იარაღი არ მასალა, რაც კალიგრაფის ხელში უნდა იყოს და მელანიც მნიშვნელოვანია. მელანს შეიძლება ანაცვლებდეს საღებავი, შეიძლება ქაღალდს ანაცვლებდეს ტილოზეც წერთ, ან რა ვიცი, ზოგი ტყავზე წერს, ზოგი სხვა ქვაზეც წერენ და ხეზეც წერენ, მაგრამ ძირითადი მაინც ეს არის ქაღალდი, მელანი და კალამი. ხო, ხან კალამი ვახსენეთ. მეც იმ გადაცემიდან რომელიც წეგამ თქვი, იქ გავიგე, რომ ბატის ფრთა არ იყო, ესე თქვათ, ადამიანის მთავარი კალამი და მეც ჩემ წარმოდგენაში ესე იყო, ბევრი არ მიფიქრია ალბათ ფილმებიდან და ილუსტრაციებიდან რაც მახსოვს, მეგონა რომ მაგით წერდა თურმე ყველა და სინამდვილეში ბატის ფრთამ ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ნამდვილად იყო ის ერთი პერიოდი ყველაზე მთავარი კალამი. მათ შორის ჩვენთან საქართველოშიც ძველი ხელნაწერები რომ ნახოთ, იქ შეამჩნევთ, რომ ხაზი, რომელიც სქელია ხაზი ძველ ხელნაწერებში, ან ჩვენ ახლა რო წერთ რაღაც წვრილი კალამები გვაქვს და წვრილ ხაზსავლებს, მაგრამ მაშინ ავლებდა სქელსაც და წვრილსაც. გააჩნია რომელი მიმართულებით. აი სქელ ხაზს ეტყობა ხოლმე შუაში პატარა ღარი აქვს, სითეთრე ან შავი თუ მაგალითად შუაში სითეთრე. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ბატის ფრთის კალამია. მაგრამ ან ორი წვერი აქვს ბოლოს. ორი წვერი აქვს კი და როდესაც აწვევი შუაში ღარს თავი იშლება და შუაში სიცარი ელერჩება. მაგრამ მთავარი რა არის? მთავარი ის არის, რომ ის ფორმა, რომელიც ჩვენ გვინახავს სხვადასხვა რომანტიზებული ნახატებიდან, ჩანახატებიდან, აი მაგალითად შოთა რუსთაველის გამოსახულება თავზე ბუმბულით და ხელში
რომელშიც ბუმბულით, ხო? რაღაც ამდაგვარი გამოსახულებები მე-12 საუკუნის რეალობას ნამდვილად არ ასახავს. იმ პერიოდში ბატის ფრთას იყენებდნენ კალმად, მაგრამ ის იყო გათლილი და მხოლოდ ღერო დატოვებული. შესაძლებელია ამ ღეროზე ტარი ყოფილიყო ხის მაგალითად დამაგრებული და ვიზუალურად ის არ იყო ბატის ფრთა, ვიზუალურად უბრალოდ წვერი ქონდა, ასე ვთქვათ, ბატის ფრთის. შემდგომში უკვე სადღაც მე-18-მე-19 საუკუნეებში ჩნდება ეს ტენდენცია, რომ კალმის სილამაზესაც უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მანამდეც აქცევდნენ ალბათ კალმის სილამაზეს ყურადღებას, მაგრამ აი ეს ბატის ფრთის რომანტიზება იწყება უკვე სადღაც მე-17-ის ბოლოდან და მე-18-ში განსაკუთრებით. ხო, ანუ ძირითადად ხისგან დამზადებული კალმები იყო, ხო? ლერწმის კალამი იყო ძალიან გავრცელებული. დღემდე არის სხვათა შორის კალიგრაფიაში დღემდე გამოიყენებთ ლერწმის კალამს. ბამბუკის კალამი შემოვიდა ძალიან აქტიურად უფრო აღმოსავლურ კალიგრაფიაში და მეტალის კალამი ჩვენ რატომღაც ადრე გქონდა. სხვათა შორის ეს ზოგადად ასე არ არის. მთელს ევროპაში მაგალითად მეტალის კალამი გაცილებით გვიან გაჩნდა ეს სადღაც მე-18-მე-19 საუკუნეში, მაგრამ ჩვენთან სახელიც კი ფიქსირდება მეტალის კალმის, ლითონის კალმის შუა საუკუნეების წყაროებში. ჯავახიშვილს აქვს მოძიებული და მას აქვს ასეთი დასკვნა გამოტანილი, რომ ძველ ქართულ წყაროებში მას ეწოდება ფრჩხილი ანდამატისა. უცნაური სახელია, მაგრამ რადგან სახელი აქვს, ესე იგი აქტიურად მოიხმარდნენ ჩვენთან მეტალის კალამს. და ეხლა ესე ვთქვათ, ეს მილანში ჩაწობით ხდება თუ არსებობს იმასი ჩიგნით ისხმება, ან თავარი როგორი არის დღეს? არსებობს ბევრნაირი კალამი, რომელშიც ისხმებოდა ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, მას უსვისრებოდა. ეს შემდეგი განვითარება. კალმის პირველი ვერსია ეს არის ჩასაწობი კალამი, რა თქმა უნდა. როდესაც კალამი გაჩნდა, საერთოდაც მელნის გარეშე იყოს თავდაპირველი კალამი, უნდა ვთქვათ, რომ შუმერებმა მოიფიქრეს საერთოდ, რომ წერა შესაძლებელია. ეს იდეა ზოგადად წერის იდეა შუმერებს გაუჩნდათ და მათ ჰქონდათ არა მელნით საწერი, არამედ ასე ვთქვათ, ნაჭდევების გასაკეთებელი სტილუსები, რომელსაც სველთიხაში ესე ნაჭდევებს აკეთებდნენ. ხო, იქ მელანი არ ფიგურირებს საერთოდ, მაგრამ აი ეგვიპტელები მაგალითად უკვე იყენებენ ჭვარტლისგან დამზადებულ შავ მელანს, რომელიც დღესაც გამოიყენება. კალიგრაფიაში გულისხმობ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველას არ აქვს. მაგრამ მელანიც და კალამიც განვითარდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ჩვენ კალმები, რომლებშიც შიგნით ისხმება მელანი და ჩაწობა აღარ გიწევს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ კალიგრაფებს ეს კალმები ნაკლებად გვიყვარს, იმიტომ რომ ნაკლებ შესაძლებლობას გაძლევს. როდესაც შენ თვითონ აწობ კალამს მელანში, შენ განსაზღვრავ მელნის რაოდენობას, რამდენად სქელი მელანი გინდა რომ რამდენად სქელი მონასმი გინდა რომ იყოს, რამდენად გარდამავალი ფერი გინდა რომ გქონდეს. ასევე როდესაც კალამს მელანში აწობ, აქ არჩევანი გაქვს ფერის, უფრო დიდი. შეგიძლია ერთი და იგივე კალამი გამოიყენოთ წითელი ფერისთვის, ლურჯი ფერისთვის და შავი ფერისთვის მაგალითად. ან შეაზაო და ისე მელანი და კალამი როდესაც გამიჯნულია, ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობები გაქვს. მაგრამ დამწყებთათვის აი ეს ავტოკალმს ვეძახით, რომელშიც ისხმება მელანი, დამწყებთათვის ეს რეკომენდაციას მეც გავუწევდი. უფრო მარტივია. და კონკრეტულად თქვათ წერა ყოველდღიურად გიწევთ? ეს კალიგრაფის პროფესიის შემადგენელი აუცილებელი შემადგენელია. აუცილებლად უნდა წერო ყოველ დღე თუ გინდა რომ იყო კალიგრაფი. იმიტომ რომ ხელმა იცის გადაჩვევა, აი რა თქმა უნდა სპორტივით არის ალბათ. ზუსტად. როდესაც ერთ დღეს მაინც ჩააგდებ, იქ გრძნობ რომ მესამე დღეს უკვე ისე ვეღარ წერ როგორც მანამდე წერდი. ხო, ჩემი ცხოვრება მაგალითად რა თქმა უნდა ხა ისე არ მინდა გამომივიდეს რომ მეც ზედმიწევნით ვიცავ ამ წესს, მაგრამ მეც ჩამიგდია დღეებიც და კვირებიც ზოგჯერ. მაგრამ ხო, უნდა იმუშავა მუდმივად თუ გინდა რომ მუდმივად მზადყოფნაში იყოს ხელი. რაღაც აი ამ წამს რომ მოგვინდეს რაღაცის დაწერა, ხელი უნდა იყოს მზადყოფნაში. შეიძლება დამთვალიერებელმა ვერც კი გაარჩიოს იქ რა ხარვეზია და რა ნაკლი აქვს ჩემს ნაწერს დღეს გუშინძელთან შედარებით, ან გუშინწილდელთან შედარებით, მაგრამ მე ხომ ვიცი, მე უნდა ვიყო მართალი ნამდვილად, უნდა ვწერო ისე რაც სრულყოფილად უნდა ვწერო, რაც შემიძლია, სადამდეც შემიძლია.
არის პერიოდი, როდესაც უბრალოდ წერისთვის წერთ, რომ ფორმიდან არ მოვარდეთ თუ აი კონკრეტულად რასაც ქმნით, თქვა დღეს რა გამოყენება აქვს ამ მასალას რაღაცა სამუზეუმო ექსპონატებისთვის იქმნება თუ რაღაცა ძირითადად ვინ იყენებს თქვა ამ ნაწერებს რა. არა მხოლოდ ეს ერთ-ერთი დიდი მიმართულება არის. ვიცი რომ ვეფხისტყაოსანზეც გაქვთ ნამუშევარი, ხელნაწერი ვეფხისტყაოსანიო შეიქმნა. კი, მე და ჩემს კოლეგებს და ჩემს მოსწავლეებს გვაქვს რამდენიმე ჯერ ვეფხისტყაოსანი გადაწერილი. რამდენიმეჯერ არა, ორჯერ ზუსტად, ხა ეს არ არის ჩვენი ყოველდღიურობა, უნდა ითქვას, ესეც დღესდღეობით ხელნაწერები ასეთ წიგნების სახით აღარ იწერება, ხო, აქტიურად. შეიძლება 3 წელიწადში ერთი შეკვეთა გქონდეს ნამდვილად და ისიც ზოგჯერ არ არის. მაგრამ ხელნაწერი წიგნის გადაწერა დარჩა, ასე ვთქვათ, კალიგრაფიის პროფესიის ისტორიულ ნაწილად. დღესდღეობით კალიგრაფიის პროფესია სხვა რამეა. თქვენ ახსენეთ სამუზეუმო ექსპონატების შექმნა, ნამდვილად ხელოვნება არის კალიგრაფია და ჩვენი ნამუშევრები და კალიგრაფიული ნამუშევარი დაახლოებით ისე უნდა წარმოიდგინოთ, როგორც მაგალითად ფერწერული ნამუშევარი. ამას თავისი ადგილი აქვს, რა თქმა უნდა, ფერწერას თავისი ადგილი აქვს, როგორც ყველა ხელოვნების დარგს, ისე აქვს კალიგრაფიას თავისი გამოხატვის ხერხები აქვს. და კალიგრაფია არ არის მხოლოდ ტექსტის გადაწერა, ასე ვთქვათ. არის ამ ტექსტის უკან არსებული მთავარი სათქმელის კიდევ გადმოცემა. ეს არის სახვითი ხელოვნება, რომლითაც შენ იმაზე მეც ამბობ ტექსტის შესახებ, ვიდრე თავად ტექსტი შრალი სიტყვებით იტყოდა. ასე ვთქვათ, აი წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია რომ ერთ და იგივე სიტყვა 1000 განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოვთქვათ და წარმოთქმაში ვაგრძნობინოთ მსმენელს რას გულისხმობთ. შეიძლება საერთოდაც, რა ვიცი, ისეთი პოზიტიური სიტყვა როგორც არის მადლობა, ისეთი ინტონაციით თქვა რომ საერთოდ არ იყოს მადლობა. სარკაზმით თქვა. პირობითად. შეიძლება ცუდი მაგალითია, მაგრამ გასაგებია, რასაც გულისხმობ. კალიგრაფია არის სწორედ აი ამ ინტონაციის ვიზუალიზაცია. ანუ ჩვენი გრძნობების, ემოციების მიყოლა ტექსტთან. სიტყვას გადმოცემ და მას მივაყოლებ კიდევ რაღაც სათქმეს და შემდეგ კიდევ ერთი ცალკე ხელოვნება ამ ყველაფრის ამოკითხვა. იქ შეიძლება შენ ამოიკითხო მხოლოდ სიტყვა, ან სიტყვის უკან რაც მე ჩავიფიქრე, ან შეიძლება სრულიად სხვა რამ. აი შეიძლება თქვენ კიდევ მეტი ამოიკითხოთ, ვიდრე მე ჩავიფიქრე. და ამითი ნამუშევარი უკვე ცოცხალია. ცოცხალია ნიშნავს იმას, რომ ის ჩემგან დამოუკიდებლადაც არსებობს და შეიძლება ინტერპრეტატორმა, წამკითხველმა მას სხვა მნიშვნელობაც კი მიანიჭოს, ვიდრე მე ჩავიფიქრე. უფრო მეტი. ეს დამწერლობა, ასე ვთქვათ, დღესაც ფონტს ვეძახით. მაგის ქართული შესაბამისი სიტყვა რა იქნება? შრიფტი. თუმცა ეგეც არ არის ქართული წარმოშობის. ეს შრიფტებიც იქმნებოდა, თქვათ, საუკუნეების მანძილზე თუ ყველა ინდივიდუალური იყო და ვისაც როგორ ანუ რაღაც არსებობდა სტანდარტულები? კი, რა თქმა უნდა. ხო, მე უცებ ვიფიქრე რომ მივდიოდით ციფრული სამყაროსკენ. მაგრამ ვიფიქრე ხა შუა საუკუნეებში სადამაც გაციფრულდებოდა ეს ყველაფერი. კი ბატონო, დამწერლობები ვიხმაროთ ამის სახსაწერად. ქართული დამწერლობები და არა მხოლოდ ქართული იქმნებოდა ძირითადად მონასტრებში, იმიტომ რომ გადაიწერებოდა წიგნები მონასტრებში. არა, დამწერლობა არის ეს ხედრული ნუსხური, ასომთავრული. არ არის ასე. ტერმინი დამწერლობა უფრო ფართოა ვიდრე ჩვენ ამას გულისხმობთ. მაგალითად ივანე ჯავახიშვილის თავის ყველაზე დიდი გამოკვლევა რაც არსებობს ქართულ ენაზე ქართული დამწერლობის შესახებ, ეს არის ივანე ჯავახიშვილის ქართული პალეოგრაფია. ყველას ვუწევ რეკომენდაციას რომ გაეცნონ ამ ნაშრომს, იმიტომ რომ არის საფუძველი ჩვენი მეცნიერული დამოკიდებულებისა დამწერლობის მიმართ. აი იქ უწერია ჯავახიშვილს არა ნუსხური დამწერლობა, ასომთავრული დამწერლობა, არამედ ასომთავრული დამწერლობები, ნუსხური დამწერლობები, მხედრული დამწერლობები და ეს არის სწორი ტერმინი. მრავლობითში, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს აი ამ სამეურს, ხო, აქვს კიდევ ჩაშლა და თავისებური ვარიაციები. მაგალითად, ნუსხურ დამწერლობას ერთ-ერთი ყველაზე ძველი გამოხატულება ნუსხური დამწერლობის ეს არის სინურ-პალესტინური ნუსხური, რომელიც განვითარდა, დაიბადა პალესტინის რეგიონში, შემდეგ ხელნაწერები გადაიტანეს ეგვიპტეში სინას მთაზე და დღეს ვეძახით სინურ-პალესტინურს რაღაც კალიგრაფები ასე მოიხსენიებთ, მაგრამ რის თქმა მინდა, ეს სტილი საქართველოში საერთოდ არ წამოსულა. იქ ასე ვთქვათ, დაიბადა, იქ განვითარდა, წიგნები გადაიწერა და საქართველოში ნუსხური სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა იმავე პერიოდში. საერთოდ სხვა სკოლა არსებობდა. ტაოკლარჯული ნუსხური სხვა არის, ვთქვათ, გელათური გადაწერილი ხელნაწერები სხვა. ესენი, ხო, შეიძლება შევადაროთ დღევანდელ შრიფტებს.
და შეიძლება ვიხმაროთ კიდევაც ეს სიტყვა შრიფტი, იმიტომ რომ გერმანულად შრიფტი დამწერლობას ნიშნავს, მაგრამ თლაც ზუსტი არ იქნება. და ზუსტად ანალოგიური პროცესი არის დამწერლობის შემუშავება ვიღაც ბერმონაზვნის მიერ, რომელიც სკრიპტორიუმში ზის და ფიქრობს ამ ასოს მოხაზულობაზე. ზუსტად ამისი ანალოგია თანამედროვე შრიფტის დიზაინი. ანუ კალიგრაფის პროფესიის ერთ-ერთი დღევანდელი გამოხატულება შრიფტის დიზაინია. შრიფტის დიზაინერებიც ჩვეულებრივი კალიგრაფები არიან. ასე რომ იარაღები შეიძლება შეიცვალა, რაღაც კალამი, თუნდაც ბატისფრთა და ლერწმის კალამი ჩაანაცვლა პადმა და მაუსმა შეიძლება, მაგრამ პროცესი იგივეა, აბსოლუტურად იგივე პროცესია. ერთადერთი რაც შეიცვალა ის არის, რომ დიდი წიგნის გადაწერა არ გვიწევს. ახლა შრიფტს ვაკეთებთ ცალკეული ასოებით და შემდეგ ბეჭდავთ. ეს არის დიდი განსხვავება. ეს ხშირი არის ხოლმე, რა თქვა, გვერდის ბოლოში ხართ გასული და რამე შეგეშლებათ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები. გადაწერის დროს და ფუჭდება მთელი გვერდი. ხშირიამეთ კი ვერ ვიტყვი, მაგრამ არის ასეთი არასასიამოვნო მომენტებით გაჯერებული ჩვენი პროფესია ნამდვილად. ეს თვითონ ხელის ბრალია ხოლმე თუ არა მხოლოდ შეიძლება ასო გამოგჩეს ან იცით რა არის, კალიგრაფია არის სპონტანურობის ხელოვნებაც მათ შორის და ასევე ერთიც დაგაქვს ყოველთვის. ვერ გამოასწორებ. აი, მაგალითად ფერწერა განსხვავდება კალიგრაფიისგან. იქ შეგიძლია რაღაც სეთის საღებავს გადაატარო ზემოდან კიდე სხვა საღებავი, ან სანამ სველია რაღაცას უშველი. მაგრამ კალიგრაფია ასეთი არ არის, კალიგრაფს აქვს ყოველთვის ერთი ცდა და თუ არ გამოვიდა, ის გვერდი გაფუჭებულია, ის ნამუშევარი გაფუჭებულია. ან არსებობს სხვა გზაც, რომ შეცდომა აქციო ხელოვნებად. იმიტომ რომ ჩვენ ყველა ეს თანამედროვეობაში ყველანი ვიაზრებთ, რომ შეცდომა არის ჩვენი ადამიანობის ნაწილი. კალიგრაფია ადამიანია. ხელოვნება ადამიანურია, ამავე დროს ღვთაებრივიც, მაგრამ ჩვენ ხო ადამიანები ვქნით ამ ყველაფერს. ამიტომ შესაძლებელია რომ ჩვენ ეს შეცდომა, აი რაღაც ერთი ლაქა მაგალითად, რომელიც პროცესში დაიქცა, ხო? ეს ლაქა შევინარჩუნოთ ნამუშევარში იმის საჩვენებლად, რომ ჩვენც ადამიანები ვართ. ამას ძველადაც აკეთებდნენ სხვათა შორის და საინტერესო არის ეს ჩაგვახედებს ხოლმე კალიგრაფის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, წიგნს რომ გადაწერდა კალიგრაფი, შეიძლება გვერდით სადღაც მიეწერა ღმერთო მიხსენ ამ წიგნისგან, ან რაღაც მიეწერა რომ ეს წიგნი აკანკალებული ხელით იმიტომ წერე რომ მუხლზე მედო და მაგიდა არ მქონდა და სიცივეში ზამთარში მიწევდა მუშაობაო. ეს შეცდომა არ არის ცხადია, მაგრამ ამით ხომ კალიგრაფი ჩაგახედებს მის ადამიანურ სამყაროში. ის მესმის რომ რაღაც კალიგრაფია შეიძლება იმ პერიოდშიც აღიქმებოდა ღვთაებრივ საქმეთ, რომელიც ადამიანს აქცევს ადამიანს სიტყვის უკვდავყოფას ახდენს, ხო? რაღაც სიტყვა იწერება და ეს ადამიანი შრომელი წარვალს, ხოლო ნაწერი გიეს უკუნისამდე ეს ფორმულა არსებობდა შუა საუკუნეებში, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანები ქმნიან და დღესდღეობით აი რაღაც ეს ლაქა შეიძლება იყოს იმ ძველი მინაწერების ადეკვატური გამოვლინება დღევანდელ სამყაროში. კიდევ ერთი არის, რომ კალიგრაფია შეიძლება ისეც დავინახოთ, რომ ეს შეცდომა აქციო ახალ გამოწვევად, რომელიც აი ორნამენტად აქციო მაგალითად რაღაცა შეგეშალა, მაგრამ შენ ისე გამოასწორო ეს ბრწყალებში გამოასწორო, რომ მთლიანობას არ არღვევდეს და ლამაზიც იყოს. ხო. ვერ ვიტყვი რომ ყველა ასე ვიქცევით და ყოველთვის ასე ვიქცევით, მაგრამ ეს გზაც არსებობს. ხო, მე კალიგრაფია კიდე სხვა თვალით დავინახე ისე მათ ეს მიერ მომზადებული გადაცემიდან, როცა ნახე რაღაც ესეთი მზეს გავდა თითქოს რაღაცა ნახატი იყო, რომელიც შეხედა იფიქრებდი რომ მზე იყო, მაგრამ თუნდაც აღმოჩნდა რომ ის იყო ხელნაწერი და საერთოდ ვერ მივხვდი ეს როგორ შეიძლება ხელნაწერი ყოფილიყო და ნუ კი ბატონო, თქვენ კალიგრაფია რომ ვეროდ ღრმა სფერო არის და თქვენ საუბრობთ გიო გორგიაშვილის ნამუშევარზე. გიორგი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კალიგრაფი დღევანდელ საქართველოში, რომლის სახელიც მე მგონია რომ დარჩება სამომავლოდაც. ეს ნამუშევრები თქვენ სწორი თქვით, ერთი შეხედვით შეიძლება საერთოდ არ მოგეჩვენოს რომ წერია იქ რამე, მაგრამ წერია სინამდვილეში. უნდა ითქვას რომ დღესდღეობით კალიგრაფია, რადგან თავისი პრაქტიკული საჭიროება ჩამოიცილა,
ეს ცუდი არ არის, გათავისუფლდა, ვამბობთ ხოლმე, გათავისუფლდა იმ პრაქტიკული საჭიროებისგან, რომელიც არსებობდა შუა საუკუნეებში. მსახურება საქმისთვის, რომ წიგნები უნდა გამრავლებულიყო და ყველას უნდა ეკითხა კალიგრაფის მიერ გადაწერილი ლამაზი ხელწერით. ეს საჭიროება აითვისა შრიფტმა თავიდან ბოლომდე, ფონტებმა თანამედროვე. და კალიგრაფს დარჩა შემოქმედებითი ასპარეზი. ამიტომ მას საერთოდაც აღარ აქვს ის მიზანი, რომ მარტივად წაკითხვადი ტექსტით წეროს. შესაძლებელია მე ვწეროს საერთოდ წაუკითხავი კალიგრაფიით, მაგრამ კარგი მკითხველი ხელოვნების კარგი მკითხველი არის ის, ვინც ეძებს არა ასო გარჩევადობას ნაწერისას, არამედ ერთიანი გრძნობის ამოკითხვა სამ ყველაფრიდან. აი შესაძლებელია მე საერთოდ ნაჯღაბნი წარმოვადგინო როგორც კალიგრაფიული ნამუშევარი და ხო, ანუ თქვათ რაღაცა ერთი ცნობილი ლექსი იყოს დაწერილი ამ ფორმით, ხო, ან რაღაც პოემა ან კი ბატონო. როგორც წარმოგიდგენიათ მაგალითად გალაქტიონის ლურჯაცხენები, რომელიც არის ძალიან მღელვარე ნაწარმოები, ხო? როგორ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ კლასიკური დალაგებული, დამშვიდებული ხელწერით. წარმოუდგენელია. ან კიდევ მაგალითად ქარიქრის როგორ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დაუხრელი და გაკრული ხელწერის გარეშე. მოითხოვს. დღეს სხვანაირად უყურებთ ჩვენ ამ საკითხს, ხო? ჩვენ აღარ ვქმნით მარტივად კითხვაც, არამედ ვქმნით საინტერესოს და ხო? უფრო ღრმას. ფიზიკურადაც ძალიან დამღლელი საქმეა, ხო? კი, საკმაოდ დიდ გამძლეობას მოითხოვს. სხვათა შორის კი, აუცილებლად ნებისყოფ ფიზიკური დაღლილობის არის ფიზიკური დაღლილობა ნამდვილად, მაგრამ ამის იქით კიდევ სხვა დაღლილობაც ახლავს ხოლმე. აღარც ეს სასიამოვნო დაღლაც არის. იმიტომ რომ როდესაც შენ შემოქმედებითად იღლები, საბოლოოდ ყოველთვის სასიამოვნო არის შედეგი. თუნდაც არ გამოვიდეს ნამუშევარი ის, რაც ჩანაფიქრი იყო, შენ მაინც გრძნობ ამ სიამოვნებას. იცით რა არის? კალიგრაფია არის ერთი მხრივ ფიზიკური შრომა, მეორე მხრივ არის გონებრივი, იმიტომ რომ შენ ტექსტი უნდა გაიაზრო ყოველთვის ტექსტთან ყოველთვის არა სხვათა შორის. მაგაზეც გეტყვით, რომ კალიგრაფია ყოველთვის ტექსტის ხელოვნება არ არის. მაგრამ ძირითადად ხომ ტექსტზე ვართ დამყარებული და ტექსტს თუ არ იაზრებ, იმას მე ვერ გადათარგმნი გრძნობაში და გრძნობას მე ვერ გამოხატავ. ამიტომ იღლები, რა ვიცი, ბევრნაირად, იღლები ფიზიკურად, იღლები გონებრივად და იღლები ემოციურად. ძალიან დამღლელი პროცესია. საბოლოო ჯამში ერთ დღეში თუ ერთგვერდიანი ნამუშევარი შევქმენი ხოლმე, იმ დღეს ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებ მე პირადად. შეიძლება რაღაც ხელი კიდე გავავარჯიშო 1-200-ს მოხაზვით. ხო, ეს არის. დღეში ერთი გვერდი? დღეში ერთი დიდი ნამუშევარი. გვერდებით აღარ ვთვლი, ხო, გვერდებით აღარ ვთვლით, იმიტომ რომ წიგნებს აღარ ვწერთ ესე აქტიურად. ახსენეთ, რომ ხელოვნება და ხელოვნებაღვთაებრივი პროცესი არისო და თქვენ ინტერვიუში ისიც მაქვს მოსმენილი, რომ რაღაც ერთგვარი მედიტაციაც არის მუშაობა, რაღაც შექმნა ხელნაწერის და ამაზე უფრო ესეთ შეგიძლიათ გითხრათ. კი, რა თქმა უნდა. კალიგრაფიის შემოქმედებითი პროცესი არის ძალიან ინდივიდუალური. ყველა კალიგრაფს სხვადასხვა გვაქვს. და როგორ გითხრათ, კალიგრაფია ძალიან ფილოსოფიური მიმდინარეობა ხელოვნებისა და რამდენი ფილოსოფიური აზრით შეიძლება დაიბადოს ამ ქვეყნად, იმდენი ფილოსოფიური დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს კალიგრაფიის მიმართ. მე გეტყვით ჩემ პირად გამოცდილებას ამ თემაზე. როდესაც მე ვქმნი ნამუშევარს, იქ ყოველთვის ტექსტია. აი წეგან ვახსენე, რომ ტექსტის გარეშეც შეიძლება მეთქი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ყოველთვის ტექსტიდან იწყება შთაგონება. ტექსტი გაძლევს რაღაც მოტივაციას, ან შეიძლება ეს არ იყოს გრძნობა, არამედ დამოკიდებული. არ ვიცი რა დავარქვა. ხშირად გრძნობას ვამბობ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ არ არის ეს გრძნობა, უბრალოდ დამოკიდებულებაც არის. და გინდა რომ სათქმელი გაქვს ამ ტექსტის და გინდა რომ ეს მე შენ გამოხატო. აი ეს გამოხატვის პროცესი თავისთავად არის მედიტაციური, იმიტომ რომ შენ რაღაცა შენში მოგროვილი მთელი ამ გრძნობებისგან თუ რაღაც, არ ვიცი, აზრებისგან იცლები. მართლა დაცლა არის, ან თითქოს კალამი ხელის გაგრძელება და ეს ხაზი რომელიც გამოდის შენი ხელიდან მართლა შიგნიდან გამოდის და იცლები. ამას მართლა გრძნობ, ახლა შეიძლება რაღაც გადაჭარბებულად ჟღერდეს მსმენელისთვის, მაგრამ როგორც კი მოსინჯავთ კალიგრაფიულ კალამს, მართლა იგრძნობთ, რომ ის მოქმედებს ასე. ერთია კიდევ კონცენტრაცია გჭირდება ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი, ამიტომ სულიერი ვარჯიშიც არის ერთგვარი კალამთან მარტო დარჩენა და
მარტო საერთოდ ასოებიც რომ არ გამოიყვანო და უბრალოდ კალამთან მარტო დარჩი და მის ხმას უსმინო. ესეც კი უკვე მედიტაცია არის. და წარმოიდგინეთ ახლა აქ კიდევ რომ შემოდის მთელი აზრები, ფილოსოფია, შეგიძლიათ საერთოდ მოაშოროთ ეს ყველაფერი და არსებობს ძალიან მეც მიცდია და კიდევ უფრო შეიძლება მაგარიც იყოს, როდესაც ტექსტს კი არ წერა, არამედ ტექსტისგან საერთოდ დაცლი შენს ნამუშევარს და მუშაობ მხოლოდ და მხოლოდ ფორმაზე, რომელიც შინაარსად იქცევა. შენი ნამუშევრის შინაარსი უკვე ფორმა არის, ხაზია. და ეს მიმართულება ხო ვეღარ იტყვი უკვე რომ ქართული კალიგრაფია აღვენთ ეგ, იმიტომ რომ იქ არ იქნება კონკრეტული ასობგერების გამოსახულება, არამედ რაღაც წერის გამოცდილება, შენი წარსულიდან არსებული წერის გამოცდილება გადადის ქაღალდზე, როგორც ძალიან საინტერესო ფორმა. რომელზეც ვერ იტყვი რომ ნაწერია ვერ. ხატრობასთანაც უკვე საერთო აქვს. ხატრობას მაინც ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ ხატრობას მაინც სხვა ტექნიკა აქვს და სხვა დამოკიდებულება გაქვს, როდესაც მე ხატავ კიდევაც ხანდახან საერთოდ სხვა რამე ირთვება. სხვათა შორის ნევროლოგებიც ამბობენ, რომ სხვადასხვა ტვინის სხვადასხვა სფერო თუ რაღაც უბანი აქტიურდება, როდესაც წერ და როდესაც ხატავ. ამიტომ ეგ ორი პროცესი სხვადასხვა რამ არის. ხო, ეხლა რომ თქვა რომ რაღაცა ბურთი დახატე, უშუალოდ დავხატა, ვიდრე რომ თქო ხელი მოვაწერე, იმიტომ რომ გადავეჩვიეთ ამ წერას და ხანდახან გვიწევს ხოლმე რაღაცა პატარა ერთ 2 წამიან პაუზას ვაკეთებ ხოლმე, რომ მეტყვი სახელი და გვარი დაწერო, უცებ თითქოს ვიხსენებ ხელი გვარი დავამოძრავ, რომ ჩემი სახელი და გვარი დავწერო და რაღაც ის ფიგურის დასახატად ეგეთი პაუზა ალბათ არ იქნება საჭირო რა. აი ვეფხისტყაოსანზე ყავსანზე რომ მუშაობდით რა თავი სათქმელია დაინახეთ ამ რა გიკარნახათ მე წერას დაიწყებდით ტექსტმა ხო ძალიან ძნელია მაგის თქვა ვეფხისტყაოსანი იმხელა ნაწარმოებია და რა ემოცია იყო ან თუ შეიძლება რაღაცა ემოცია იყო მთავარი ან სათქმელია რაღაცა ჩემთვის ამ შემთხვევაში სხვათა შორის ვეფხისტყაოსანი მე ძალიან მიყვარს ბოდიში ძალიან დიდი ხანი მუშაობდით არც ისე სხვათა შორის არც ორი სხვადასხვა პროექტია ერთი პროექტი არის რომელიც უფრო ადრე გავაკეთეთ მე და ჩემ კოლეგებმა და მოსწავლეებმა და მეორეც ასევე მე და მოსწავლეებმა გავაკეთეთ პირველ შემთხვევაში სადღაც 2-3 თვე დაგვჭირდა იმიტომ რომ რაღაც უფრო კონცენტრირებულები ვიყავით მეორე შემთხვევაში ცოტა გაიწელა საქმე და დაახლოებით 3-4 წელი გაგრძელდა მაგრამ ისე არ უნდა წარმოიდგინოთ რომ ყოველდღე წერდით არა რაღაც შუალედები გქონდა ვეფხისტყაოსნის მიმართ დამოკიდებულებაზე მოდი არ ვისაუბრებ იმიტომ რომ ეს არის ალბათ ცალკე თემა რომელზედაც ძალიან შორს წავალთ მაგრამ როდესაც ეხები შუა საუკუნეების ასეთ ნაწარმოებს რომელიც რაღაც ქართული კულტურის ალბათ ცენტრია განსაზღვრელია მთელი ჩვენი ქართველობის აღქმის შეუძლებელი არის რომ არ დაგეუფლოს ძალიან ბევრი გრძნობა ერთდროულად რაღაც შიშის იმიტომ რომ შენ უნდა გამოხატო შენი დამოკიდებულება სწორად და პირველი რაც მოგდის თავში აზრად მართლა შიში არის იმიტომ რომ შეიძლება ისეთი არ გამომივიდეს როგორიც მინდა რომ იყოს და როგორც გრძნობ ისე გამოვხატავ თუ ვერ გამოვხატავ და ძალიან ძნელია მეორე არის სიამაყის გრძნობა იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან დიდი ტრადიციის გამგრძელებელი ის ვეფხისტყაოსანის კალიგრაფებმა მოგვიტანეს აქამდე ხო კი გასაგებია შოთამ დაწერა ზეპირ სიტყვირადაც გადაეცემოდა მაგრამ წერილობითი კულტურა ის რამაც რეალურად ჩვენამდე მოიტანა ნებისმიერი სხვა ნაწარმოებით და შენც ხარ ამ ჯაჭვის ერთ-ერთი გამგრძელებელი აგერ ქმნი უკვე ბეჭდურ წიგნებთან ერთად რაღაცა ძალიან უნიკალურს და გინდა რომ უნაკლოს და ყველა დანარჩენთან გადაძახილი უნდა ჰქონდეს იმ შუა საუკუნეების ულამაზესი და უმდიდრესი არა ოქროთი და ვერცხლით, არამედ უმდიდრესი თავისი მხატვრული ღირებულებით და სულიერი ღირებულებით. იმ წიგნებთან უნდა ჰქონდეს რაღაც გადაძახილი და ჯაჭვი და ეს ჯაჭვის ეს რგოლი არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები. ხო, პასუხისმგებლობაც არის, შიშიც არის, სიამაყეც არის, ყველაფერია ერთდროულად და ხო, არ ვიცი. გამოვიდა არ გამოვიდა, ამას უკვე ალბათ მე იტყვის ვინმე. ეს დღეს ჩემი და მათ შორის ასე თქვენი არავის გადასაწყვეტი არ არის ამ ეპოქაში უნდა თქვას შემდეგმა თაობამ ზოგადად ალბათ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ვართ რაღაც
ხელახალი გაღვიძების ეტაპზე ეს დღევანდელი კალიგრაფიის დონე არავინ არ მიწყენს ამას, ჩამოუვარდება რა თქმა უნდა შუა საუკუნეების კალიგრაფიის სკოლის დონეს, მაგრამ ჩვენ დიდი წვეტის შემდეგ დავიწყეთ და ესე ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებთ სვლას და ალბათ ეს წიგნიც აი ამ კონტექსტში შეფასდება ეს წიგნებიც მომავალში. გამოიცა სერიულად მე ეს თქვენ რაც თქვა დაიბეჭდა რაც შექმნილი თუ ერთი ცალი არის და ერთი ცალი არის და კალიგრაფიისთვის ეს ალბათ უკეთესიც კი არის. საჭიროა ნახვა შესაძლებელია ამისა თუ კი, რა თქმა უნდა შესაძლებელი არის. პირველი ეს არის წაღებული პირველი ვეფხისტყაოსანი, რომელიც გადავწერეთ, წაღებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ინახება. ხო, თუ მოხვდებით, ალბათ შეიძლება, არ ვიცი, როგორ არის დაცული და შეიძლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ იყოს. მეორეს რაც შეეხება, ეს არის დაცული. თქვენი შექმნილი, თქვენაც იმუშავეთ, ხო? კი. მეორეს რაც შეეხება, ეს გადავწერეთ რუსთავში არსებობს ასეთი სკოლა მთაწმიდელი, რომელშიც კალიგრაფიას ვასწავლიდი წლების განმავლობაში და იქ იმ სკოლის ბაზაზე ძალიან კარგი მოსწავლეები მყავდა და საბოლოო ჯამში ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც მასწავლებელსაც გადააჭარბეს, უნდა ითქვას და საბოლოოდ შევქმნით ეს წიგნი ერთობლივად და გადავწყვიტეთ, რომ ეს წიგნიც უნდა იყოს დაცული საქართველოში ისეთ ადგილას, სადაც ხალხი მას ნახავს, თუ რა თქმა უნდა სურვილი ექნება და ეს არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ამაზე დიდი პატივი კალიგრაფისთვის ალბათ არ არსებობს საქართველოში, რომ მისი ხელნაწერი ინახებოდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც ინახება მაგალითად თამარ მეფისთვის პირადად გადაწერილი მის საკუთრებაში არსებული გელათის ოთხთავი. ან კიდევ აფხაზეთში მოქში გადაწერილი მოქვის ოთხთავი, რომელიც არის ალბათ რაღაც გრანდიოზული ხელნაწერი, რომელიც ქართველებს გვაქვს. ან კიდევ ვეფხისტყაოსნების მთელი ნუსხები, ხო, ეს თუნდაც ბექთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი, რომელიც საოცრება არის და სხვათა შორის ეგეც როგორი საშიში ამბავია, როდესაც და ამ პარტაუნობაშიც შეიძლება გადაიზარდოს ხანდახან, რომ შენი ნამუშევარიც იმათ გვერდზე გინდა რომ დადო და ხო, არ ვიცი. რამდენად კარგად მოვიქეცი, არ ვიცი. არის ხოლმე რომ თქვა გადაწერის შემდეგ სხვანაირად უყურებთ იმ ნაწარმოებს, ვიდრე მანამდე გეგონათ ან ქონდათ წარმოდგენა ხო ვეფხისტყაოსანს და მანამდე იცნობდით და თქვა ამ შემთხვევაში ან სხვა რაღაცა ან პოემა იქნება თუ ლექსი იქნება თუ რაღაცა მე გეცვლებათ დამოკიდებულება მის მიმართ. კი, სხვათა შორის ყოფილა ასეთი შემთხვევაც. იცით რა არის? კალიგრაფია არის ინტერპრეტაცია. როდესაც შენ წერ პირობითად მაგალითად galaktionis ლექსს რაღაცას კალიგრაფიულად შენ ყოველთვის ცდილობ რომ რაღაც ამ ლექსიდან წამოსული გადმოსცერ. მაგრამ ეს წამოსული ამ ლექსიდან წამოსული ხომ ამ ლექსის ობიექტური თვისება შეიძლება არც იყოს და შენ აღიქვიას, ხო? შენის ინტერპრეტაციას აკეთებ. მე თუ დავინახე ამ ლექსი რაღაც და ის გადმოვეცი, უკვე ეს სასურათე სიბრტყეზე გამოსახული რაღაც მოხაზულობა მხოლოდ galaktionis კი არ არის, არამედ galaktioni გააზრებული ჩემ მიერ. მაგრამ პროცესი, კალიგრაფიული პროცესი კარნახობს კი არა, შედეგი უბრალოდ საბოლოო პროდუქტი, რასაც ხედავ, ძალიან ცალსახად გეტყვის, რომ შემოქმედებით პროცესში მხოლოდ შენ არ ხარ. და იქ კიდე რაღაც სხვა რამეც არის. არ ვიცი, ამას შეიძლება ღმერთი დავარქვათ, შეიძლება სხვა რამ რაღაც არსებობს, რაც შენ გარდა კიდე მოქმედებს და საბოლოო ჯამში დაინახავ ხოლმე, რომ შენ მიერ გადმოცემულ რაღაც ხაზებში სხვა რამეც იკითხება, რაც შენ არ ჩაგიფიქრებია, შენ არ გიგრძნია, შენი მიზანი ეს არ ყოფილა, მაგრამ როდესაც უყურებ ამ ნამუშევარს, ხვდები, რომ ვახ, ძალიან კაი რაღაცაა და ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა სხვათა შორის. შესაძლებელია ნამუშევრის შექმნის მომენტში ვერ დაინახო ეგ, მაგრამ ნამუშევართან გაუცხოება არის ხოლმე ძალიან საინტერესო კიდევ. ერთ ნამუშევარს, როდესაც შექმნი, დიდი ხნის განმავლობაში არ ნახავ და მე რაღაც 2 თვის შემდეგ მაგალითად ნახავ და კიდევ ახალ რაღაცას დაინახავ მაშინ. რომელიც ასევე შენ არ შეგიქმნია. ის ნამუშევარი შენგან დამოუკიდებელია, ის სხვა რამეა, ის სხვა შენი შვილია, რომელიც შენ გავს და შენგან შეიძლება რაღაცნაირად გამომდინარეობს, მაგრამ მას თავის ცხოვრება აქვს და გასწავლის იმ ნაწარმოებს კიდეც თავის მხრივ, რომელიც შენ დაწერე და დაგანახავებს კიდე საერთოდ სხვანაირად თუნდაც galaktions. ეს ხშირად მაქვს ხოლმე ეს განცდა. ხო, ანუ იმან როგორ დაგაწერინა ეს, ხო? კი ბატონო. ხო. კალიგრაფიამდე როგორ მიხვედით ამ პროფესიამდე? კალიგრაფიამდე მივედი საკმაოდ ადრე, ბავშვობაში. ერთი წიგნი იყო, ელენე მაჭავარიანი
ძალიან მიყვარს ეს კალიგრაფია თავადაც და მის მიერ გამოცემული პატარა ბროშურა იყო, რომელშიც საზედაო ასოები, რაღაც მოხატული ასოები, ძველ ქართული წერის ნიმუშები იყო გადმოცემული. ბებიამ მაჩუქა სხვათა შორის ეს წიგნი და ძალიან მიყვარდა ხოლმე კოპირება. მე რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ კოპირება არ არის მთლად კარგი საქმე და გადავედი ჩემ მიერ რაღაცების მოფიქრებაზე და უკვე სკოლაში როცა ვიყავი, ვცდილობდი რომ ლამაზად მეწერა. ანუ ეს წიგნი იყო შთაგონება ჩემთვის ყოველთვის, მაგრამ შემდგომში დაახლოებით მე-11-მე-12 კლასში კონკურსი გამოცხადდა საქართველოში და ამ კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა. ეს იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარებული კონკურსი და 10,000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა კატეგორია იყო ასაკობრივი. და ზოგმა გავიმარჯვეთ, ზოგმა ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ამ კონკურსის შედეგად ასე ვთქვათ, შემოიკრიბა ის საზოგადოება, კალიგრაფების ჯგუფი, რომლებმაც მოგვიანებით საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია დავაფუძნეთ. ანუ ეს აღმოჩნდა რაღაც თანამედროვე კალიგრაფთა გაერთიანების ბაზისი. და ხო, ერთმანეთთან ურთიერთობაში სხვათა შორის ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ, იმიტომ რომ წელანაც ვახსენე, რომ კალიგრაფები არ ვართ ერთნაირები. ყველა ერთნაირად არ უყურებს ხაზის მოსმის საქმეს, ასოს გამოყვანის საქმეს. და როდესაც ერთმანეთს უზიარებთ, აღმოჩნდება, რომ კალიგრაფიას საერთოდ საზღვარი არ აქვს. საერთოდ შენ რომ წარმოდგენა არ გაქვს, იქით შეიძლება გაგახედოს ვიღაცა. ხო, ამანაც ალბათ განაპირობა, რა თქმა უნდა, ურთიერთობამ და ხელნაწერებმა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩემ მიერ გატარებული რაღაცა 15 წუთიც კი იყო შთაგონების წყარო მუდმივად. იქ ხელნაწერებია დაცული, რომლებიც შეუძლებელია შენზე არ მოქმედებდეს და არ გიბიძგებდეს, რომ შენც მოგინდეს რაღაც გააკეთო მსგავსი. ქართულ დამწერლობას რამე ესეთი მახასიათებელი აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოარჩევს ყველა დანარჩენისგან. კი, რა თქმა უნდა. უპირველესად ქართული დამწერლობის მთავარი თვისება ის არის, რომ ის არის ქართველი ხალხის შექმნილი და ქართველი ხალხის რაღაც სულიერი სარკეც შეიძლება. ამას გულისხმობ, პირდაპირ გაგებითაც გულისხმობ. ამას ნახეთ რას გულისხმობ. ჩვენ კი გასაგებია ვიღაცამ ერთმა, შეიძლება ფარნავაზმა, შეიძლება სხვა მეცნიერებს ეს არ აქვთ გადაწყვეტილი ზუსტად, შექმნა დამწერლობა ერთმა ადამიანმა. მაგრამ შემდგომში მხედრული ვინ შექმნა? დაგისვამთ ეს კითხვა. ან ნუსხური ვინ შექმნა? ერთი ავტორი არ ყავს. მთელი თუ რაიმეს შეიძლება ეწოდოს ხალხური, ეს არის დამწერლობა. მთელი ჩვენი ქართველი, ასე ვთქვათ, წერა-კითხვის მცოდნე ხალხის ყველა დროში და ყველა ეპოქაში და ყველა ადგილას გამოცდილება, განაპირობა ასოების გარდაქმნა და მოყვანა იმ ფორმამდე, რა ფორმასაც დღეს ვიყენებთ. ასე რომ ეს არის ასე ვთქვათ ქართველთა ხელის საუკუნოვანი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების ქაღალდზე გადატანა და ამაში ალბათ მეცნიერებაც დამეხმარება, არსებობს ხელის კუნთის მეხსიერებაც. როცა რაღაცა ფორმას ხშირად იმეორებ, ეს მეხსიერებაში გადადის და კუნთის მეხსიერება სამომავლოდ კიდევ გადადის მემკვიდრეობითაც. ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს. ასე რომ მართლა ასე არის, რომ ქართველი ხალხის კუნთის მეხსიერება შექმნა ქართული დამწერლობა. და ეს ჩვენც გვაქვს. ანუ წარმოიდგინეთ ჩვენ მიერ გამოყვანილი ასოების უკან რამხელა ტრადიცია დგას. ხო, თავარი მახასიათებელი ის არის, რომ ის მართლა ქართულია. თუ რაიმე ქართულია, ყველაზე ქართული ეს არის. მეორე მახასიათებელი, რაც მინდა რომ აუცილებლად ვთქვა ქართულ დამწერლობაზე, ეს არის მრავალფეროვნება. მრავალფეროვნება ახასიათებს ყველა დამწერლობას. ჩვენ კი გვიყვარს ხოლმე თქვა, რომ სამი დამწერლობა გვაქვს და სხვას თითქოს არ აქვს, მაგრამ სხვებსაც აქვთ, სამიც აქვთ და მეტიც აქვთ. მაგალითად, ინდური დამწერლობები 15 და მეტი არის. იაპონელებსაც სამი დამწერლობა აქვთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ დამწერლობა, რომელსაც ჩვენ დამწერლობას ვეძახით, წევანაც ხო ვთქვით, სამი ძირითადი გვაქვს, მაგრამ ამ ძირითადების უკან კიდე რამდენი არის, ამას აღარ ვითვლით ხოლმე. და მე რომ დავიწყე დათვლა და ახლოვებით 60-მდე ავედი და მე გავჩერდი. ნახეთ,
60 დამწერლობა როცა გაქვს, უნდა დასვა შენ თავთან კითხვა, რა საჭიროა ამდენი დამწერლობა. ან რა საჭირო არის, რომ ერთმა თაობამ წინა თაობის დამწერლობა ისე შეცვალოს, რომ თვითონვე ვეღარ კითხულობდეს წინა თაობისას. ჩვენ გვაქვს ჩანაწერები მე-11 საუკუნიდან, რომ აიო, ასომთავრულს ვეღარ კითხულობთო წინა რაღაცა ერთი საუკუნის წინანდელ წიგნებს და ამიტომ გვჭირდება, რომ ახალი დავწეროთ, ახალი წიგნი გადავწეროთ. ასეთი ჩანაწერებიც არსებობს. და ეს ხო სრულად არაპრაქტიკული რამ არის. ანუ შენ ცვლი მთლიანად წინა თაობისას და რაღაც ახალს იგონებ, საერთოდ არაპრაქტიკულია. მაგრამ როგორც ჩანს, ესეც ჩვენი ბუნებაა ქართველების, რომ არ ვჩერდებით, მუდმივად რაღაც ახალს ვეძებთ და არ კმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს და ეს არგუმენტი მომყავს ხოლმე ყოველთვის იმისთვის, რომ მომავალშიც შეიცვლება ჩვენი დამწერლობა. ჩვენი შემდეგი თაობა შეიძლება ვეღარ კითხულობდეს ჩვენს დღევანდელ დამწერლობას და ეს ამას ცუდად კი არ უნდა უყუროთ, არამედ პირიქით. მრავალფეროვნება იქმნება ასე. ქართველები როგორც ჩანს, დამწერლობას არასოდეს არ უყურებდით მხოლოდ პრაქტიკული თვალით. უყურებდით როგორც შემოქმედებას. ამიტომ რაღაც მოვიფიქრეთ, რომ იქ 100-ო, მეორე 100-ოს თავზე ახტეს, 100-ო, მეორეს მუცელში შეწიაღდეს, კალიგრაფიული ნაირსახეობები ასე შეწიაღდეს, საინტერესოა, როდესაც 100-ო, მეორეს მუცელში ჩახდება ხოლმე. გვაქვს მაგისი ძალიან ბევრი ნიმუში ძველი ხელნაწერებიდან. ხო, ყველა დამწერლობას თავისი ღირსება აქვს. ანუ მასწავლებელი რომ შენი შუას მაძლევდა კალიგრაფიაზე, შემეძლო მე თქვა რომ ეს შეწიაღება გავა. შეწიაღება, კი. არ ვიცოდი ეგ. სხვათა აგოდლება გვაქვს კიდე. შედავ. აგოდლება გვაქვს კიდე. ჩვენ როგორ? აგოდლება ასე ქვია. ჩვენს პატარა მოსწავლეებიც ყავს პატარები და ხშირად ვეუბნებით ხოლმე რომ შეცდომის დაშვება პრობლემა არ არის. მათ შორის თუ კი დაუშვებ შეცდომას იმ სახით, რომ 100 გამოგრჩება, შეგიძლია ეს 100 მუცელში შეიყვანო წინა 100-ს. ან თავზე დაასვა და თავზე თუ დაასვა, მაგას ქვია აგოდლება. შეცდომას ვერ დაუშვებ, მაგ გაგებით. ხო, ეს მახსოვს, ეგრე თავზე შეიძლება დაასვეს, არ ვიცოდი ეგრე ვერ ქვა, მაგრამ კი ბატონო. ხო, უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ქართული დამწერლობის თავისებურებებზე და ღირსებებზე ვსაუბრობთ, ეს არამც არ ნიშნავს სხვა დამწერლობების დაკნინებას, მაგალითად. ძალიან ხშირად ვაწყდები ხოლმე მე პირადად ასეთ დისკუსიებს, რომ რაღაც ქართული დამწერლობა საუკეთესოა, ყველა სხვა რაღაცა ჩამოუვარდება. ეს არის ძალიან მიარიტული დამოკიდებულება. ყველა დამწერლობას აქვს თავისი ღირსება, მაგრამ ქართული დამწერლობის ღირსება, რაც თქვი, ეს მრავალფეროვნება, ყველას არ ახასიათებს. მათ სხვა თვისებები აქვს. აი, მაგალითად, სომხური შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგალითად, მას პირიქით სხვა ღირსება აქვს ის, რომ არ შეიცვალა. დაიცვეს კბილებით ის ფორმები, რომლებიც შეუქმნა მე-5 საუკუნეში მესროპ მასშტოცმა. და ეს ფორმები დღემდე მოყვებათ და რაღაც პირველ კლასელ სომეხს შეუძლია წაიკითხოს მე-5 საუკუნის წარწერები და წიგნები. ხო მაგარია, ძალიან მაგარია. ჩვენ ეს არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ სამაგეროს მრავალფეროვნება გვაქვს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სხვადასხვა ხალხი თავის დამწერლობას სხვადასხვაგვარად უყურებს. ჩვენ სხვანაირად გამოვიდეთ, ხო, ეს არის თავისებურება. ეხლა ხო ეს ამდენი დამწერლობა რო გქონდა, შესაბამისად ჩვენი წინაპრები ესე ბევრ დროს ხარჯავდნენ ამის შექმნაზე და მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა ასე თქვათ წერა-კითხვა ბევრმა არ იცოდა. ცოტა იყო ის ადამიანი, ვინც დაწერილ წიგნს წაიკითხა და აი ამდენ დროს და რესურსს რატო ხარჯავდნენ, თქვათ კალიგრაფიაზე და იმაზე თუ რა ფორმა ექნებოდა. ფაქტია, რომ ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამაში. და მაშინ რა იყო მათი мотиваცია? ხო, ყოველთვის ფიქრობდნენ სხვათა შორის ფორმაზე. ესეც თავისებურებაა ქართულის. ნახეთ, თან მაშინდელ ცხოვრებას თუ წარმოვიდგენ კიდე ბევრად რთულს იმდროინდელ ცივილიზაციაში, ხა შედარებაც არ არის, დღესაც კომფორტი გვაქვს და ესეთ კომფორტში კი შეიძლება მე სილამაზეძეს და ესთეტიკაზე ციზრუნო და მაშინ როცა ესეთი რთული ცხოვრება ჰქონდათ, ქმნიდნენ ასეთ რაღაც შედევრებს და მართალია. ადვილი არ იქნებოდა. დღეს ბევრად მარტივია რაღაც გააკეთო და ვიდრე მაშინ კალიგრაფიაშიც მათ შორის. მაგრამ საჭიროება იყო მეტი სამაგეროდ. არ არსებობდა სტამბა, რომელიც ამას თავის თავზე აიღებდა, ხო, არ არსებობდა პრინტერი, რომელიც მარტივად რაღაც წერილს დაგიბეჭდავდა. არ არსებობდა ციფრული სამყარო, რომელიც დაბეჭდვას საერთოდ უგულებელყოფდა და მეილს გააგზავნით. შესაბამისად, იქ საჭიროება არსებობდა, რომ ხელით ვიღაცას ეწერა. შეიძლება ეს პირადად თქვენ არ ყოფილიყავით და შეიძლება წერა-კითხვის უცოდინერთა რაოდენობა ძალიან დიდი იქნებოდა. საერთოდ ალბათ მაქსიმუმ რაღაც შუა საუკუნეებში შეიძლება 5 მაქსიმუმ 10%-ზე ვისაუბროთ, ვისაც შეეძლო წერა-კითხვა, მაგრამ სწორედ ეს ხალხი იყო უკიდურესად უაღრესად დაფასებული და აი ჩვენ გვაქვს ჩანაწერებიც, რომ
მონასტრებში ვინც კი წიგნს გადაწერდა, გათავისუფლებული იყო მსახურებისგან იყო გათავისუფლებული. იმიტომ რომ ეს უკვე ითვლებოდა მსახურებას, ეს უკვე ითვლებოდა უდიდეს საქმეთ, რომელიც ამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ხო? რატომ? იმიტომ რომ ზოგადად წიგნი არის მნიშვნელოვანი, ხო? წიგნის მნიშვნელობაზე ხა მე არ დავიწყებ საუბარს, წიგნი რა ფასეულობა და რა მნიშვნელობა აქვს წიგნს განვითარებისთვის, საზოგადოების, ქვეყნის თუ კულტურის, ამაზე საუბარს არ დავიწყებ დასაბუთებას. ამიტომ ასე ვთქვათ, სტამბის, გამომცემლობის, შრიფტის დიზაინერის, მხატვრის ფუნქციას ყველაფერს ითავსებდა კალიგრაფი და წარმოიდგინეთ რამხელა საქმეა. კიდევ ერთი არის, რომ დამწერლობას ყოველთვის იაზრებდნენ როგორც იარაღს. იმიტომ რომ შენ შეგიძლია ამ იარაღით გადააბიჯო დროის ზღვარს და გადააბიჯო სივრცის ზღვარს. ადამიანს არ აქვს უნარი აი ამ იარაღის გარეშე, რომ თავისი სიტყვა გაახმოვანოს დროში უსასრულოდ. აგერ დავით აღმაშენებელი ვერაფერს ვერ გვეტყოდა, დამწერლობა რომ არ ქონოდა. იმიტომ რომ არაფერი არ დარჩებოდა მისგან, ხო, რაღაც ზეპირი მეხსიერების გარდა, რომელიც რა თქმა უნდა დამახინჯდებოდა. არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ წერილობით წყაროებიც მახინჯდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს დროში უსასრულოდ გადაცემის ფუნქცია დამწერლობამ იკისრა. ისევე როგორც სივრცეში. ჩვენ ძალიან მარტივი მოცემულობა გქონია, რომ ქართველები რაღაცნაირად ერთ-ერთად ჩამოვყალიბდით, მაგრამ რამ შეუწყო ამას ხელი? ბევრმა ფაქტორმა, მაგრამ მათ შორის იმან, რომ ერთ ენაზე ავმეტყველდით და ეს ერთი ენა ვიზუალურადაც ერთ ენად გამოისახა, ხომ? მაგალითად, მე თბილისში მცხოვრებ, შემიძლია რომ საქართველოს უკიდურეს წერტილში, მაგალითად, რა ვიცი, სვანეთში, ანუ სხვა წერტილში, გავაგზავნო წერილი და იქაც წაიკითხავენ. ამისი შუა საუკუნეებში წარმოიდგინეთ ეს რამხელა ძალაა. ხო. უდიდესი ძალა არის, რომ დროში და სივრცეში გამარჯვებული ხარ. ხო და ამას ყოველთვის დამწერლობა, მაგრამ პლუს ამას ზემოდან კიდე იყო კალიგრაფია, რასაც ცდილობდნენ ლამაზად დაიწერათ. ესთეტიკა რატო არსებობდა? პრიმიტიულად რო ვთქვათ, ხო. კი ბატონო, ეს ალბათ ადამიანის ზოგადი ბუნებაა, რომ სილამაზას ეძებს და ამას ბევრი ახსნაც არ ამგონია ჭირდებოდეს, რომ შენ ყოველთვის გაქვს სულიერი მოთხოვნილება, რომ რასაც გამოხატავ, ყოველთვის ლამაზი იყოს. ხო. ეს მოთხოვნილება ყოველთვის. ხო, ეგ უცნაურია ძალიან შრიფტში თუ ფონტში, ასე ვთქვათ, კალიგრაფიაში, დამწერლობაში, როგორ გადმოგცემს ემოციას და რაღაცა თითქოს ინფორმაციას, იმიტომ რომ ქართულ ასვებს რო უყურებ, ზუსტად გეუფლება ის ემოცია, რაღაც ქართულის, რასაც ქვია რა, არ ვიცი, ხა სიტყვებით ამის აღწერა ძნელია, მაგრამ ალბათ აი რა შეიძლება დაინახო, რომ გითხო, რომ პირველი საქართველოს გაგახსენდეს ქართული ასოები არის რა, ანუ ამაზე მეტად არ გადმოგცემს ემოციას და რაღაცა ინფორმაციას არაფერი რა, ჩემი აზრით და აი ხშირად მიწევს თქვა რაღაც ვიზუალური იმიჯების შექმნა, სურათების ასე ვთქვა და როგორ YouTube-ზე ასატვირთად და ასე შემდეგ და როგორ ფონტს გამოიყენებ, აი ხშირად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. და აი ერთ-ერთი სიტყვა სხვა ფონტით დაწერილი აბსოლუტურად სხვადასხვა ემოციას გადმოსცემს რა და ეს არის ძალიან უცნაური ფენომენი. კი ბატონო, ხასიათს და ემოციას და განწყობას და ასე შემდეგ რა. კი, ნამდვილად ასე. ის შრიფტებიც კალიგრაფების შექმნილია, ესეც უნდა ვთქვათ და კალიგრაფის პროფესია არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც რაღაც წარსულის რომანტიზების მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ. ან ჩვენ კალიგრაფები არ ვართ მოტრფიალე მხოლოდ წარსულის და არ ვიყურებით ასე მომავალშიც. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არ არის ჩვენთვის ასე ვთქვათ დამღუპველი რამ, რაც კლავს ასე არ უყურებთ, კლავს ჩვენს პროფესიას. არამც და არამც. პირიქით, სხვათა შორის აი სტამბის გამოგონების დროსაც ევროპაში გუტენბერგმა რომ გამოიგონა, არსებობდა დამოკიდებულება, რომ ეს რაღაც ეშმაკის მანქანა, რომელიც პროფესიებს მოკლავს, აღარ იარსებობს კალიგრაფიის პროფესია და ასე შემდეგ და კალიგრაფების წუხილები შემორჩენილი გვაქვს ჩანაწერებში. ხელოვნური ინტელექტივით იყო იმ დროში. კი, ზუსტად. და შემდგომში იგივე ახლა მაგალითად რაღაც პრინტერის გამოგონებას და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს კიდევ ციფრულ სამყაროზეც ასე საუბრობენ და AI-ზეც ხო მაგალითად. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო რომ ვითარდება, ამაში წვლილი ჩვენც უნდა შევიტანოთ და ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ. ამიტომ ეს რაღაც
გაუქმება კი არ არის წარსულის, არამედ არის იმ წარსულის შედეგი, პროდუქტი, რომელიც უნდა გამოიყენო ისევ შენთვის და ასე ვთქვათ, ახალი იარაღია შენს ხელში, ხო? წეგან ვახსენე, რომ მაუსით და პადითაც იქნება კალიგრაფია, ციფრული კალიგრაფია უზარმაზარი სფეროა, რომელსაც ხო, ყველა კალიგრაფია ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ სხვადასხვა მიმართულების კალიგრაფები ვართ, მაგრამ აი მაგალითად მე შრიფტის დიზაინერიც ვარ და მიმაჩნია, რომ შრიფტის დიზაინი არის კალიგრაფიის ნაწილი. იმიტომ რომ აბსოლუტურად იგივე პროცესია. აბსოლუტურად იგივე პროცესია, უბრალოდ აზრი ვერ წარმოვიდგენი არსებობდეს. ხო, არა არსებობს სხვანაირი აზრი. ხო. არსებობს სხვანაირი აზრებიც. არსებობს სამწუხაროდ არა კალიგრაფთა წრეში, უფრო გარედან ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ აი რას აპირებთ, როდესაც AI შეძლებს რაღაცეების გაკეთებას თქვენს ნაცვლად. ჯერ ერთი ალბათ ჩემს ნაცვლად სხვა ვერავინ ვერ შეძლებს ჩემი სათქმელის გამოხატვას. ეგ კალიგრაფიის მთავარი ფუნქცია ის კი არ არის, რომ ფორმა შეიქმნას. ფორმა შეიძლება მართლა შექმნას AI-ი ძალიან ლამაზად, მაგრამ ის ფორმა ჩემი შექმნილი არ იქნება, ჩემი დამოკიდებულება არ იქნება და ამას ვერ შეცვლის ვერავინ. ხო, მეც მგონია რომ ამ მიმართულებით ესე დავლაგდებით AI-სთან საბოლოოდ, რომ აი YouTube-ზეც ახლა ჩემი პროფესიის დიდი ნაწილია YouTube და ხშირად უყურებ ტენდენციებს რა, ანუ YouTube-ს ალგორითმი როგორ მუშაობს და რანაირ კონტენტს ანიჭებს უპირატესობას, როგორი შინაარსის ვიდეოებს და დღევანდელი მაგათ YouTube-ის დამოკიდებულება არის, რომ რაც უფრო ადამიანურია ვიდეო და ასე ვთქვათ, ნაკლებად გაპრიალებული და ადამიანურ ემოციებს გადმოსცემს, იმას ანიჭებს უპირატესობას. და ეს იმიტომ გააკეთა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოების ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა ახლა. და იქაც YouTube თვლის, რომ ეს უფრო საინტერესო კონტენტია და ადამიანები ეძებენ ასეთ კონტენტს და არა ხელოვნური ინტელექტის შექმნას რა და ყველა სფეროში ასე იქნება რა. ადამიანს აინტერესებს სხვა ადამიანის გაკეთებული და კი, ისიც მიმზიდველია რაღაცა ისიც რაღაცა შეიძლება გამოიყენო, მაგრამ მაინც საბოლოოდ გაინტერესებს საიდან მოდის წყარო ამ ვიდეო იქნება თუ სტატია იქნება თუ რაც არ უნდა იყოს რა. ანუ უფრო საინტერესო არის რაღაც ლაქიანი ხელნაწერი, რომელშიც კალიგრაფს დაუვარდა კალამი და რაღაც მელანი დაესხა, ვიდრე ნაბეჭდი წიგნის ერთი ნებისმიერი გვერდი. ხო. ან თუნდაც AI-ის მიერ შექმნილი გამოსახულება. კი. ქართული ციფრული ფონტების მიმართულებით რა მდგომარეობა არის დღეს? აი ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ აი კონკრეტული რაღაც ემოციის ფონტი მინდა და ვერ მიპოვნია რა. აი ინგლისურად რომ მინახავს ის სიტყვა, ზუსტად ეს მინდა რომ ქართულადაც იგივე ფონტით ყოფილიყო და აი ვერ მიპოვნია და მგონია რომ ცოტა ფონტი არის, შეიძლება მე ვერ პოულობ და არასწორად იგავს ვეძებ, მაგრამ დღეს საკმაოდ ცოტა არის ხო ქართული? კი, იცით როგორ არის? ნამდვილად უფრო ცოტა არის, თუ კი შევადარებთ ჩვენ ამას ლათინური შრიფტების რაოდენობას, იმიტომ რომ ლათინურად წერს მთელი სამყარო, ჩვენ ვართ ერთი პატარა კუნძული ამ უზარმაზარ ლათინურის დომინაციაში. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული შრიფტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან კარგი იქნება და ძალიან კარგი დიზაინერები არსებობენ დღესდღეობით, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან. მაგრამ პრობლემა უფრო არის არა შრიფტის დიზაინერებში და შრიფტის დიზაინის პრობლემაში, არამედ გამოყენებაში, ამ ყველაფრის გამოყენებაში და ხელმისაწვდომობაში. ძალიან ბევრი შრიფტი უბრალოდ ხელმისაწვდომი არ არის და ვიწრო წრეში ყველამ ვიცით რომ ეს არსებობს, მაგრამ არ ვიყენებთ. ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ რაღაც ან პირად კომპიუტერში ინახება, ან ფასიანია და სხვათა შორის ეს ფასიანი რო ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ უნდა იყოს დაფასებული ყველა საქმე, მათ შორის. შეიძლება ამის მოძიება ფასიანი ფონტების. ხო, აი ესაა პრობლემა, რომ არ არსებობდა დღემდე რაღაც პლატფორმა, რომელსაც გამოვიყენებდით ფონტსი, რომელიც ძირითადად ძველ შრიფტებზე არის ორიენტირებული და ძველ შრიფტებს თავისუფლად მოძებნით, მაგრამ აი დღეს რო იქნება რაღაც ახალი შრიფტი, ის სად უნდა განთავსდეს, ხო? ერთი საიტი შეიქმნა ასეთი და ძალიან კარგი ხალხი აკეთებს, ეს არის Typeface G, რომელშიც ჯერჯერობით მხოლოდ უფასო შრიფტებია, მაგრამ სამომავლოდ დაემატება ასევე ფასიანი შრიფტები და აი აუცილებელი არის, ეხლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ გვაქვს საკმაოდ კარგი და ბევრი იმ გაგებით, რომ ჩვენი რაოდენობის და გათვალისწინებით საკმაოდ ბევრი კარგი ახალი შრიფტი იქნება, მაგრამ ეს უნდა მივიდეს საზოგადოებამდე და საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწორი გამოყენება და დაფასება. სწორ გამოყენებაში და დაფასებაში რას გულისხმობ? უნდა ისწავლოს, რომ ნებისმიერი შრიფტის გამოყენება არის სხვისი შრომის გამოყენება და ეს გარკვეული ფასია გადასახდელი ამაში, ხო?
ხო, ანუ სხვის პროდუქტს რო იყენებ, უნდა იყიდო. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა დღესდღეობით, ანუ შრიფტების ქურდობები ძალიან ხშირია. მეორე, გამოყენების უფლებას ყიდულობ, ხო? ხო, ხშირად მეც ვიყო მაგაში დავნაშავე, იმიტომ რომ აი არასდროს შემხედრია, მაგალითად აი ეს თუნდაც ფასიანი შრიფტები, ან ზოგი რაღაც საიტზე შემხდება, ზოგი ფონტზე, ზოგი Google-ში მიპოვნია. და აი რაღაც გამომიყენებია შეიძლება და რაღაცას შეიძლება Google-ზე მოხდა, მაგრამ ანუ აი არც გამიგია რომ ამას ვინმე კონკრეტული ავტორი ყავდეს რა. იცით რა, ზოგადად საზოგადოება არა ვართ ჩვენ მზად იმისათვის, რომ საავტორო უფლებებს პატივი ვცეთ. აი ეს მზაობა არ გვაქვს და ეს მარტო შრიფტების პრობლემა არ არის, ზოგადად პრობლემაა და თანდათანობით მივალთ ალბათ მაგ ეტაპამდეც. მეორე არის საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ასევე გარჩევა შრიფტებისა. რა როდის უნდა გამოიყენოს და რა ადგილას და როგორ უნდა გამოიყენოს სწორად. ამასაც ცოდნა უნდა. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან კარგი დიზაინერის მიერ შექმნილი, ძალიან კარგი შრიფტი ცუდ ადგილას არ გულისხმობ რაღაც საშინელებას. ანუ არასწორ ადგილას გამოიყენო. წიგნის ყდაზე გამოიყენოს შრიფტი, რომელიც წიგნის ყდისთვის არ არის შექმნილი. ან შიგთავსში გამოიყენოს შრიფტი, რომელიც გარეკანისთვის არის რეკლამო. კი ბატონო. გამოსახულებაში სადაც. კი ბატონო. ან ფორმა ისე შეუცვალო. ესეც სასწავლი გვაქვს. მოკლედ დღესდღეობით აი მდგომარეობა ეს არის რომ ყველა აკეთებს საქმეს და ამ საქმე ცალცალკე რაღაც კუნძულების ერთმანეთთან ხიდებით დაკავშირებაა საჭირო. შრიფტის მომხმარებლებისა, დიზაინერებთან, შრიფტის დიზაინერებისა, გრაფიკულ დიზაინერებთან, რომლებიც ლოგოტიპებს აწყობენ და სხვადასხვა დიზაინში იყენებენ შრიფტისა, ეს ხიდით ჩატეხილია ჯერჯერობით და აი მოკლედ ამ ეტაპზე ვართ. ვერ ვიტყვი რომ არ გვაქვს შრიფტები, გვაქვს, მაგრამ ცნობადი არა. აი მახსოვს ახლა ჩემი ლოგოს რო ვაკეთებდი, ამაზე ძალიან ბევრი ვიწვალე და ვეძებდი და ძალიან დიდ დრო დავხარჯე როგორ ყოფილიყო დაწერილი და კიდევ რომ დარწმუნებული რომ ის ფონტია თუ არა, რაც მინდოდა რომ ყოფილიყო. ხო, ანუ გამოვიდა რომ ეს როგორც გავიგე რომ საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე იქნება დღეს ფონტები ხო რაღაცა დაკვეთა მისი ძალიან იშვიათია რომ არსებობდეს ან სახელმწიფოს მხრიდან რაღაცა პროგრამა რაღაც ეგეთი არაფერი. არა, სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებად. უფრო არსებობს კერძო კორპორაციები, რომლებიც ქმნიან საერთაშორისო შრიფტებს. დღეს უფრო ეს ტენდენცია არის, რომ იქმნება შრიფტი, რომელსაც აქვს უამრავი სხვადასხვა დამწერლობა, ერთი და იგივე შრიფტი, ერთი და იგივე სტილში, ერთსა და იმავე ესთეტიკაში, ქართული, ლათინური, ბერძნული, სომხური და სხვადასხვა არაბული ტექსტი რომ აკრიფო მრავალენოვანი, არ უნდა გიწევდეს გადართვა ერთი შრიფტიდან მეორე შრიფტზე მაგალითად, ხო? და დიდი კორპორაციები სილფაინიც ასეთია მაგალითად. თუმცა სილფაინის შეიძლება საუკეთესო მაგალითი არ იყოს. ბევრი კარგი შრიფტი შეიქმნა სილფაინის შემდეგ. სილფაინმა თავის როლი შეასრულა ნამდვილად ეპოქალური შრიფტი. ვინ არის შემქმნელი ხო იცით? სილფაინის შემქმნელი სიმართლე გითხრათ არ ვიცი, კორპორაციაა, რომელსაც ბევრი ავტორი ყავს და ქართველი კოორდინატორი ყავდათ, მისი შექმნილი არ არის ასოები, უცხოელმა შექმნა, მაგრამ ქართველი კოორდინატორი ყავდათ, რომელსაც ეკითხებოდნენ აზრს, თითოეულ ასოზე ეს იყო ანტონ დუმბაძე. მაგრამ სამწუხაროდ ამ შრიფტზე მუშაობის დროს გარდაიცვალა და ამბობენ რომ ამიტომ არისო რაღაც არაქართულად რომ გამოიყურება, მაგრამ არ ვიცით, მოკლედ რაც არის. ხო, რას ვამბობდით, შრიფტები, ხო, ეს ტენდენცია არის რომ დიდი კორპორაციები ცდილობენ რომ უშუალოდ ეროვნულ ენებზე დედაენაზე მოსაუბრე დიზაინერები მონახონ. იმიტომ რომ ქართველი ისე კარგად ვერ შექმნის ბერძნულ შრიფტს, როგორც ბერძენი მაგალითად და ანალოგიურად პირიქით. ამიტომ ქართველი დიზაინერები საქმიანობენ ხოლმე ამ კორპორაციებში და ქმნიან დაკვეთებს, საკმაოდ მაღალ ზღაურებადია სხვათა შორის ეს, ოღონდ დიზაინერიც უნდა იყოს სათანადოდ პროფესიონალი, ცხადია. თქვენ რომ შრიფტ ფონტს იყენებთ ყველაზე ხშირად ელექტრონულ მიმოწერაში? ვერ ვიტყვი, ბევრ შრიფტს ვიყენებ, ძალიან ბევრ შრიფტს ვიყენებ. მე თვითონ ვარ შრიფტების ავტორი და ჩემს ლეპტოპზე მაგალითად დეფოლტ შრიფტად ჩემი შრიფტი მიიღეს. როგორ შეიძლება ვიპოვოთ? არა, ამ შრიფტს ვერ იპოვით. ეს ზუსტად ის შემთხვევა. რომ მოვიპაროთ შეიძლება. ეს ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობს. მეც ვარ ამ პრობლემის სათავეში ალბათ. რომ არ ვარ. ხო, რა პირებთ რომ გახდეს საჯარო ან ფასიანი ვერსია? აუცილებლად. სხვათა შორის საავტორო უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი მე იურისტიც ვარ ამავე დროს და გადავერთე უცებ იურიდიულ სფეროში. საავტორო უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა
არის ის რომ გამოაქვეყნო. თუ არ გამოაქვეყნებ, არავინ არ იცის რომ ის შენია. და შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ქურდობაც გამოუქვეყნებლის უფრო ხშირია ვიდრე და უფრო მარტივია ვიდრე გამოქვეყნებლის. როდესაც გამოაქვეყნებ, ყველა მიცის რომ ის შენია. ხო, მე ვეღარ მტკიცებ რომ შენი შექმნილი არის. სახელი ხო რა ერქმევა როგორ ვიცნოთ რომ თქვენია? ამ შრიფტს ქვია ლუმბა. ბევრი შრიფტი მაქვს, მაგრამ ამ კონკრეტულს რომელზედაც ვსაუბრობდი, ქვია ლუმბა და ლუმბა ნიშნავს კალმის მონასმს. ძველ ქართული სიტყვა არის. საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის პერსონალური შრიფტი იქნება. კორპორაციული შრიფტი. ის დროზე როცა დასრულდება. დღეს არსებობს რამე ისეთი ოფიციალური შრიფტი, რაღაც თქო სამთავრობო დოკუმენტებში რაც იყენებენ, არის რამე ეგეთი? არა, არ არსებობს. კარგი იქნებოდა სხვათა შორის. არ არსებობს. ბევრ სხვადასხვა შრიფტს იყენებენ. სხვათა შორის სილფაინს იყენებენ რატომღაც, მე მგონი იმ мотивაციით რომ გონიათ რომ მარტო სილფაინი არის უნიკოდზე მორგებული. ამ დროს თანამედროვე შრიფტების თითქმის 90% თუ მეტი არა მორგებული არის უნიკოდზე და შესაძლებელია მათი გამოყენება ნებისმიერ. ანუ რაღაც ისეთი სტანდარტი არ არსებობს. სტანდარტი არსებობს, მაგრამ ამ სტანდარტს ყველა იცავს უკვე. აღარ მე არ მეგულება ხა დიზაინერი, ვინც უნიკოდ სისტემას უარყოფს და რაღაც თავის. არა, მე მივიძახი სამთავრობო დონეზე, ოფიციალური დონეზე, რა ეს ფონტი არის, ასაც ვიყავთ ეგეთი არსებობს. შეიძლება არც იყოს კარგი. იმიტომ რომ მანდაც არჩევანის უფლებას ზღუდავს, როდესაც ერთი კონკრეტული შრიფტი გაქვს შერჩეული და იქ აი შრიფტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების ერთი ყველაზე სასაცილო მე ვიტყოდი მაგალითი არის ჰიტლერის დამოკიდებულება. მას ჰქონდა სწორედ ეს ოფიციალური შრიფტი შერჩეული. და ეს იყო გერმანული გოტიკური შრიფტი. ძალიან უყვარდათ გოტიკური შრიფტი ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის წარმომადგენლებს და ყველა დოკუმენტს ამითი ბეჭდავდნენ, რაღაც ტეხილი შრიფტი რო თუ გინახავთ. კი. მაგრამ როგორც კი ომი დაიწყეს და პროპაგანდა დაჭირდა სხვადასხვა ქვეყნებში, ეს შრიფტი ვეღარ გამოიყენეს, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ პოლონეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში ამ შრიფტს ვერ კითხულობდა ხალხი, ამიტომ თავიანთ საშინელ მოსაზრებებს ვეღარ ავრცელებდნენ. და გადაწყვიტა ჰიტლერმა რომ აეკრძალა უბრალოდ ეს დამწერლობა და გამოაცხადა რომ ეს შრიფტი შექმნილია ებრაელების მიერ, იმიტომ რომ გერმანელ ბავშვებს წერა-კითხვის ცოდნა გაუჭირდეთ. შესწავლა გაუჭირდეთ. და გადავიდნენ თანამედროვე შრიფტზე დაახლოებით დღევანდელი შრიფტის ვიზუალზე 40-იან წლებში და ხო, ესეთი დამოკიდებულება ალბათ სახელმწიფოს მიერ ჩარევები თლაც მოსაწონით შეიძლება არ იყოს ხოლმე. იმიტომ რომ რატომ უნდა შეზღუდო? თუნდაც თავისი სახელმწიფო რატომ უნდა შეიზღუდოს? შეიძლება სხვადასხვა დოკუმენტში, სხვადასხვა. თუმცა არის თუ კი დამოკიდებულება სწორი იქნება, ვიზუალური გამოხატვის ფორმა ყველა სჭირდება. ყველა ორგანიზაციას, კორპორაციას, კერძო პირს თუ საჯარო პირს შეიძლება კონდეს სრულიად ლეგიტიმური დამოკიდებულება და ეს სწორიც არის, რომ საკუთარი თავი არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ ორგანიზაციულადაც გამოხატოს გარკვეული ფორმით და ეს შრიფტში იყოს გამოვლენილი. დღეს რაც აი სკოლაშიაც გვასწავლიდნენ როგორ წერასაც ეს საიდან ჩამოყალიბდა ეს რა ფონტია, ასე ვთქვათ. ეს გოგებაშვილის შემოქმედება. გოგებაშვილს ყავდა თავისი კომისია, როდესაც დედაენას ქმნიდა და იქ სხვადასხვა ბევრი რამ გაამარტივეს. მანამდე სხვანაირად ვწერდით ჩვენ. ეს არის აი რევოლუციური ქართული დამწერლობის განვითარება არ არის მხოლოდ ევოლუცია. იქ არის რაღაც შემოქმედებითი ჩარევებიც. ევოლუცია ხომ არის დინების პროცესი, რომელიც თავისთავად მიმდინარეობს. ეს მართლაც თავისთავადი პროცესია დამწერლობის განვითარება, მაგრამ პერიოდულად ამაში ერევიან შემოქმედებითაც. აი მაგალითად ნუსხურის შექმნა არ არის ესეთი შემოქმედებითი ჩარევა, არამედ არის გამარტივებითი პროცესი, მაგრამ რომელიღაცა ბერმა რომ გადაწყვიტა რომ ეს წიგნში შეეტანა და ასოების ფორმები ცოტა დახვეწა, ეს უკვე არის შემოქმედებითი ჩარევა. და ის მსგავსი სიტუაცია შეიქმნა სწორედ მე-19 საუკუნეში, როდესაც იაკობ გოგებაშვილმა და მისმა კომისიამ გადაწყვიტეს, რომ შეემუშავებინათ ყველაზე მარტივად გამოსაყვანი ასოები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ექნებოდათ იმ პერიოდში გავრცელებული ხელწერიდან აღებული ფორმები, მაგრამ ამავე დროს ბევრი რამე შეცვალეს. მაგალითად, ჯ-ს ფორმა, ალბათ დაკვირვები ხართ, რომ ბეჭდური ჯ და ხელნაწერი ჯ განსხვავდება ერთმანეთისაგან ძირითადად ყველა ჩვენგანის ხელწერაში. აი ეს ხელნაწერი ჯ განსხვავდება, და ბევრი არის. წ მაგალითად, რომელსაც წვეტიან მუცელს არ უკეთებთ, ხო? ეს ყველაფერი არის
გოგებაშვილის დამსახურება, მან გაამარტივა გოგებაშვილის დამსახურება. და მაინც ამიანი მყავდა მე. კალიგრაფიაში. გამარტივებული. იქიდან მოდის, მაგრამ ხო კალიგრაფები ვცდილობთ რომ ორივე შევინარჩუნოთ. ესეც კონდეს და ის ძველიც, წვეტიანი წიც. ხო, ანუ დღეს ჩემ წარმოდგენაში და ალბათ დარწმუნება ბევრის წარმოდგენაში როგორც გამოისახება, ეს არის გოგებაშვილის შექმნილი. კი. ეს კიდე იყო ადრე ხა აღარ ხდება ხოლმე ესეთი კუთხური ოს რო წერდნენ და ცალფეხიანი ერთი თავიანი. ეგ საიდან მოვიდა? ძალიან ძველია. განსაკუთრებით კუთხოვანი ო. აი კუთხოვანი ოზეც გამიგონია ხოლმე რომ მე მგონი ეს არის ყველაზე დაჩაგრული ასო ქართულ დამწერლობაში, იმიტომ რომ ქართული დამწერლობა ხო ყველას უყვარს. ყველა ამბობს რომ ეს დიდი კულტურული რაღაც მონაპოვარია ჩვენი და ასე შემდეგ და თითოეული ასო არის ჩვენი ხელსაგოგმანების სიმდიდრე, მაგრამ არა კუთხოვანიო. ეს ყველას განზე ყავს ხოლმე გაგდებული. სინამდვილეში ეს ძალიან ძველი ფორმა არის, სადღაც მე-11-მე-12 საუკუნეში უკვე არსებობს კუთხოვანიო. და ძალიან გამიჭირდება ხა თეორიულად ავხსნა, მაგრამ მრგვალი ფორმის ოსთან ძალიან დიდი კავშირი აქვს თავისი ფორმით. უბრალოდ ეს არის სწრაფი მონასმების შედეგად მივიდა ხელი იქამდე, რომ ესეთი ოს შეიძლება არსებობდეს, კუთხოვანიო. კიდევ სხვანაირი ოებიც არსებობს, მაგალითად მოქნეულ ოს ვეძახით, რომელიც ასოს თავზე უზარმაზარი რაღაც ფრინველის ფრთასავით დააჯდება. ვერც წარმოიდგენს მსმენელი თუ კი არ უნახავს, როგორი შეიძლება იყოს ეს ო, იმიტომ რომ დღევანდელ ოს საერთოდ არ გავს. არც ასომთავროს. ხო, მე დღევანდელ ოსზე წარმოვიდგინე და რო გამოვიდა ეგად. ხო, არა, ეგეთი არ არის. სხვანაირია. ერთკბილიანი რ და დ და ლ შედარებით ახალია, აი დაახლოებით სულხან-საბას პერიოდიდან უკვე მე მინახავს ხელნაწერებში. მე-17 საუკუნიდან უკვე არსებობს. თუმცა ეს ლოგოზეც შეგირჩევიათ ისეთი შრიფტი, რომელშიც დ ერთთავიანია, რაც მე ძალიან მომწონს. სინამდვილეში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ერთთავიან დ-საც, ლ-საც აქვს თავისი ადგილი. ხო, სად რომელი მოუხდება. ხო. თუმცა მე თუ არჩევანს მაძლევთ ხოლმე უფრო ხშირად ვირჩევ კლასიკურ ფორმას, სამთავიან ლ-ს, ორთავიან დ-ს. და კიდე იყო რაც ძალიან არ მიყვარდა სკოლაში იყო რომ მან და მაინც ლურჯი ფერით უნდა გეწერა. ეს რა სტანდარტია არის რომ კალიგრაფიასთან რა გრამე. კავშირი მე მიყვარდა შავი პასტა და ხატვა მიყვარდა კიდე ბევრს ხატავდი და თან პასტით შავი პასტით ხატვა მიყვარდა და წერაც მერჩინო შავით, მაგრამ სულ იყო შენიშვნა რომ არა მან და მაინც ლურჯი უნდა იყოს და. ხო, ამას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ქონდა თავის დროზე. ლურჯი კალამი ხო, რამდენიმე ფაქტორი აქვს. ერთია ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომ ლურჯი ზოგადად ამშვიდებს თვალს და არღლის და ნაწერი უფრო მარტივად იკითხება, როდესაც ლურჯია, ვიდრე შავი, სხვათა შორის. მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ როდესაც შემოვიდა ასლგადამღები მანქანები და ეს საკმაოდ ადრე შემოვიდა, ასლგადამღები მანქანა იღებდა შავს და იმისათვის რომ ერთი შეხედვით მიმხვდარიყავი რომ ეს იყო ორიგინალი, უნდა ყოფილიყო შავისგან განსხვავებული ფერით ნაწერი. და არჩევანი გააკეთეს ლურჯზე, მაგრამ ადრეული პერიოდისა არ არის მხოლოდ ესე ლურჯი. არის ისფერი, იასამნისფერი, სხვადასხვა ფერის მელნები არსებობს. ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო შავისგან განსხვავებული. ეს იყო მთავარი. წითლისგანაც, იმიტომ რომ წითელი მაინც ჯერ ერთი აგრესიული ფერია ძალიან და წითელი ტექსტის კითხვა ალბათ ყველას წარმოგვიდგენია რა საშინელი იქნება. და მეორეც ეს წითელი ასოცირდება შეცდომებთან და გასწორ რაღაც მასშტაბების ჩარევასთან. ჩემი პოდკასტისთვის ხوار მირჩევდით რამე ფონტს. მე ვფიქრობ რომ ეს მშვენიერი შრიფტია, ძალიან მიყვარს ეს შრიფტი. ეს არის აკადემიური, მე მგონი ასე ქვია. თუ არქი? არქი, მე მგონი. არქი არის, არქი edit, მე მგონი ესე ქვია. კი ბატონო. აკაკი რაზმაძის შექმნილი შრიფტი უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი დიზაინერია. თუ სწორად იმედი მაქვს არ მეშლება. მისი შექმნილი უნდა იყოს. ხო, მე მომწონს ეს შრიფტი, თუმცა რა ვიცი, ყოველთვის შეიძლება რომ რაღაც ეძიო და უკეთესიც. დავედები თუ გამოახლევი. როგორ იყო typeface G, ხო? typeface G. შემოწმებ. კარგი, წავიდეთ ბოლოსკენ. ტრადიციული შეკითხვა პოდკასტის ბოლო. რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი, ხო, ყველაზე რთული შეკითხვა დღეს, რაც დამისვით. ხო, როგორც კალიგრაფიის ეგეთქვით მაშინ. გადატანითი მნიშვნელობებით. შეიძლება ცხოვრების აზრი იყოს, რომ ფორმისა და შინაარსის ჰარმონია ეძიო. კალიგრაფიაც ეს არის, ფორმისა და შინაარსის ჰარმონია. ეძიო შენი საკუთარი ხაზი, შეიძლება ვერ იპოვო,
მაგრამ ეს ძიება მგონია მთავარი ცხოვრების აზრი. ხო. თუმცა ალბათ ყველას თავისი პასუხი იქნება ამ კითხვაზე და არც ერთი პასუხი არ იქნება ბოლომდე სწორი. ხო, რა თქმა უნდა. ეს ფორმის და შინაარსის ძიება ცხოვრების სხვა სფეროებშიც ეძებთ ამას თუ თქვათ ეს კალიგრაფიაზე გადმოგვა. მე მგონია რომ ხო, რადგან თქვი რომ ეს არის რაღაც დიზაინში. რადგან თქვი რომ ეს არის ცხოვრების აზრი, მგონია რომ შეიძლება მე არ ვიქცევი ასე ყოველთვის, მაგრამ მგონია რომ ასე უნდა ვიქცეოდეთ. ანუ ფორმა და შინაარსი ჩემთვის განუყოფელი რამ არის და აუცილებელი არის რომ მათ შორის რაღაც კავშირიც არსებობდეს. ესე მიმაჩნია მე. ხო, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ხო, მე რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუნდაც ეს კალამი როგორი იქნება, ან რაღაც საათი როგორია, ანუ ფორმა უფრო და უფრო რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო როგორც მოველოდი. კიდევ ერთხელ მათეს მინდა უთხრა მადლობა, იმიტომ რომ მის გადაცემაში აღმოგვაჩინეთ. და ეს გადაცემა გახდა ინსპირაცია ამ ეპიზოდის მომზადების. ლინკი აღწერაში იქნება. მადლობა რომ გვიყურებდით. გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, ვიდეო და ლაიქოთ და დიდი მადლობა და წარმატებები. უღრმესი მადლობა თქვენს მოწვევისთვის.